დღეს ჩვენ საუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე, თუ როგორ ცვლის ციფრული ტექნოლოგიები ონკოლოგიის სფეროს და რა როლი აქვს პოზიტიურ ემისიურ ტომოგრაფიას, ანუ ეგრეთ წოდებულ PET სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. თუ გაინტერესებთ, როგორ ხდება სიმსივნის უჯრედების ამოცნობა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ტრადიციული მეთოდები შეძლებენ მათ აღმოჩენას, გადაცემის ამ ნაწილს აუცილებლად უნდა უყუროთ. პირველ რიგში რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, თანამედროვე ონკოლოგია ციფრულ ტექნოლოგიებს ეფუძნება. დღეს უკვე შეუძლებელია წარმატებული დიაგნოზის დასმა ან მკურნალობის დაგეგმვა მაღალი ხარისხის გამოსახულების გარეშე. MRI, CT და რა თქმა უნდა პოზიტიური ემისიური ტომოგრაფია, ანუ ეს ეგრეთ წოდებული PET, ეს ის ტექნოლოგიებია, რომლებიც სრულიად სრულიან თამაშის წესებს. PET სკანირება საშუალებას გვაძლევს დავინახოთ არა უბრალოდ სიმსივნე, არამედ მისი ქცევა, მაგალითად გავიგოთ აქტიურია თუ არა სიმსივნე, როგორ იკვებება, არის თუ არა მეტასტაზური პროცესები და როგორ რეაგირებს ორგანიზმში მკურნალობაზე. გეთახმები კოტე და აქვე უნდა ვთქვათ, რომ PET ხშირ შემთხვევაში გამოიყენება კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად ეს ეგრეთ წოდებული PET-CT, ანუ PET-CT, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ერთის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ფუნქციურ გამოსახულებასთან ერთად ანატომიურ გამოსახულებასაც ვიღებთ და აქვე უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელ დღეს ციფრულ ვთქვათ ტექნოლოგიებში ძალიან მნიშვნელოვნად არის გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი. ეს ძალიან ბევრ საშუალებას გვაძლევს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არის გარკვეულწილად ალგორითმები, რომელიც გვეუბნება, ვთქვათ, მოცემული ალგორითმების შემთხვევაში რა დაზიანებაზე უნდა ვიფიქროთ და ეხმარება ექიმს, რომ რაც შეიძლება ნაადრევ სტადიაზე, ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს ის ცვლილებები, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს PET-CT-ზე. და დიაგნოსტიკაში ნამდვილად ეს ტექნოლოგია მეტად მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტურობის შეფასებისთვის და ჩვენ თქვათ შეგვიძლია რომ თუ გვაქვს გაკეთებული მანამდე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიმეოროთ და ვნახოთ როგორი არის ჩვენი დაყოლა ამ ქიმიოთერაპიას და რამდენად ეფექტურია ჩვენი ქიმიოთერაპია. ნამდვილად ასეა მაიკო, გეთახმები ყველაფერში არ დაგვავიწყდეს, თანამედროვე PET სკანერები ნაკლებ რადიოაქტიურ ნივთიერებებს იყენებენ და გამოსახულების ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე წარსულში. სწორედ ამიტომ PET გამოკვლევა თან იკავებს ადგილს არა მხოლოდ ონკოლოგიაში, არამედ ნევროლოგიასა და კარდიოლოგიაში. რაც მთავარია, საქართველოში ამ ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა უკვე არის, მაგალითად თბილისში და საკმაოდ ბევრი პაციენტი მიმართავს მას. ამ თემაზე სასაუბრობთ დღეს ოჯახის ექიმის სტუმრები არიან კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიაციული ონკოლოგი ბესიკ სოკურაშვილი და ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შორენა ესიაშვილი. მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. ცნობილია, რომ ერისთავის სახელობის ეროვნული ქირურგიის ცენტრი საკმაოდ გამოირჩევა სხვა კლინიკებისაგან თავისი თანამედროვეობით და არსებული გამოწვევებთან, თანამედროვე ხედვებით და მიდგომებით. რით გამოირჩევა, მოდით ეს უთხრათ მაყურებელს, განსაკუთრებით კი ხაზგასმით თუ ონკოლოგიაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. ქირურგიის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს, რომ მხარი აუღოთ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც დღეს მოწინავეა მსოფლიოში ამ მიმართულებით და დღეს ჩვენს კლინიკაში კონცენტრირებულია ესეთი ტექნოლოგიები და ესეთი აპარატურა, რომელიც საშუალებას იძლევა იმ თანამედროვე სტანდარტით და მაღალი ხარისხით უმკურნალოს პაციენტებს, რაც არის ეს მიღებული პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში. გამოვარჩევდი ციფრული პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია PET-CT Philips-ის ფირმის VEREOS-ი, ასევე არის სამი სხიური ამაჩქარებელი, სამივე ამერიკული კომპანია Varian-ის, 2 TrueBeam და 1 Ethos-ი, რომელიც ულახლახან შევიძინეთ, რომელსაც აქვს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა და მას აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაატაროს ადაპტაციური სხიურ თერაპია, რომელიც პირველად დაინერგა ჩვენს კლინიკაში, ასევე გვაქვს ბრაქითერაპიის აპარატი, 2 MRT ტომოგრაფი და 1 კომპიუტერული ტომოგრაფია. მე მგონია ეს კონცენტრაცია საკმაოდ დიდია და ანუ ნებისმიერი ევროპული ქვეყნის თუ შტატების კლინიკაში ესეთი კონცენტრაცია ალბათ გაუტოლდებოდა მათ კლინიკებს და ეს ჩამონათვალი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, რადგან ერთ სივრცეში შეუძლიათ ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, გამოკვლევების სრული სპექტრი დაფარონ და თქვენ ახსნეთ სხიური ამაჩქარებელი, რა როლი აქვს სხიურ თერაპიას ზოგადად ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მხრივ სრულყოფილი სერვისის მიწოდება პაციენტისთვის. ბატონო,
სხიური თერაპია ერთ-ერთი ძირითადი მკურნალობის მეთოდია იმ ცნობილი მეთოდებისგან, რაც არის ქირურგია და ქიმიოთერაპია და სხიური თერაპიის როლი ნელ-ნელა იზრდება თანამედროვე ონკოლოგიაში, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები ვითარდება, იხვეწება ეს აპარატურა და ჩვენს მეტი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ უმკურნალოთ ამ პაციენტებს მაღალი ხარისხით. შესაბამისად, ჩვენს ეს გეზი გვაქვს ჩვენს კლინიკას აღებული და ვცდილობთ რომ ამ ონკოპაციენტებს მივაწოდოთ სრული სერვისი, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც ერთი მეთოდი სხიური თერაპიის ერთი მეთოდით არ მკურნალობთ ხოლმე. იქ არის ჩასართავი, თქვათ, რადიოქირურგიული მეთოდი სტანდარტულ სხიურ თერაპიასთან, თქვათ, არის სტანდარტული სხიური თერაპია კომბინაციაში ბრაქითერაპიასთან. ამას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენ მოვერგოთ პაციენტის საჭიროებას, რა ჭირდება მას და ეს მკურნალობა პაციენტმა მიიღოს ერთ სივრცეში. ეს მნიშვნელოვანია. ბატონო, ეს ახლა თქვენ აღნიშნეთ ძალიან ესეთი ტექნოლოგიური სიახლეები და ასევე მეთოდოლოგიური სიახლეები, რომელიც თქვა თქვენთან კლინიკაში ხორციელდება. მე მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ ექიმის როლი და საერთოდ გუნდური მუშაობა ამ შემთხვევაში. ექიმის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ გუნდი ახსენეთ ახლა და სწორედ გუნდური მუშაობის შედეგია ხოლმე აი ამ მეთოდით მკურნალობის ის სასურველი შედეგი, რასაც ვღებულობთ ხოლმე, იმიტომ რომ აქ არის ჩართული ამ მკურნალობაში რადიაციული ონკოლოგი, ჩართულია სამედიცინო ფიზიკოსი, ჩართულია სამედიცინო ტექნიკოსი და თუ ამ გუნდს და ან ერთ-ერთ მათგანსაც ის კვალიფიკაცია არ აქვს, შეიძლება ხარისხი უკვე შეგვეცვალოს ჩვენ მკურნალობის, ამიტომ ჩვენ 2018 წლიდან უკვე ვაწვდით ამ სერვისს საქართველოს მოსახლეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამისთვის ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყნის საზღვრებს ტოვებდა იმისთვის, რომ ეს სერვისი მიიღო. კი ბატონო და საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა და მე მეტიც შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა აი ვახსენე ეთოსის აპარატი სულ ახლახან რომელიც შევიძინეთ ადაპტაციური სხიური თერაპიის უნარით, ეს რეგიონში პირველია და საერთოდ მსოფლიოს მასშტაბით სულ არის 40-მდე სამედიცინო ცენტრში და მათ შორის ერთ-ერთი არის ქირურგიის. ძალიან ცოტა 40 მსოფლიო მასშტაბით. ძალიან კარგი რომ ჩვენთან არის ამის შესაძლებლობა, ეს მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ექიმთა თანამდევი განვითარება და გუნდური მუშაობა, როცა ასეთ ტექნოლოგიებს ხელთ გაქვთ, იყენებთ და გამოცდილება ემატება, ხო ამას? სად ღებულობთ ამ გამოცდილებას? ანუ ეს საკმაოდ ისეთი მტკივნეული თემაა, იმიტომ რომ რადიაციული ონკოლოგიაში ლიტერატურა სამწუხაროდ ქართულ ენაზე არ არის მწირია ძალიან და ჩვენ მაინც ასე თუ ისე გვიწევს უცხოურ ენაზე ამ ყველაფრის სწავლა და გაგება. ყველა ჩემი თანამშრომელი თითქმის უცხოეთშია ნამყოფი და გავლილი აქვს და მიღებული აქვს ეს ცოდნა. მეც მათ შორის მომიწია ესპანეთში ყოფნა და იქ მაქვს მიღებული და იქ მაქვს ნასწავლი ეს მიმართულება. ამიტომ ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხოლმე ჩვენ, რომ აი სტაფი იყოს მაქსიმალურად მომზადებული, კვალიფიციური, იმიტომ რომ ამას ამ სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს ადაპტაციური სხიური თერაპია, რაც ვახსენე, ასევე არის ჰაიპერარკი, რომლითაც შესაძლებლობა გვეძლება ჩვენ თავის ტვინში არსებულ მრავლობით მეტასტაზს უმკურნალოთ ერთ სიანში. ამას არაკვალიფიციური და არამომზადებული სტაფი ვერ გააკეთებს და თვითონ ის კომპანიებიც ჩვენ ამას ჩვენს ხელში არ ჩაგვიგდებენ, ესე ვთქვათ, რომ გუნდია ძალიან მნიშვნელოვანი და არც გარისკავენ, რომ ჩვენ ხელთ იყოს ეს ტექნოლოგიები არსებული. ძალიან მნიშვნელოვანი. პასუხსაგებს ტექნოლოგიაზე და ექიმის ჭირდება მზაობაში. ხალბატონ შორენასთან გადავალ ამ შეკითხვით, რამდენი ხანია რა საქართველოში არსებობს ეგრეთ წოდებული პკატე და რა უპირატესობა აქვს ამას, ასე ვთქვათ, სხიური თერაპიის დროს ან ზოგადად ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში? ამიდა გითხრათ, რომ რაოდენობით გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2012 წლიდან არსებობს საქართველოში პკატე. და მე მომიწია საქართველოში პირველი კვლევის ჩატარება, პირველი ექიმი ვიყავ, ვინც ეს კვლევა დანერგა და ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ტექნოლოგიებშიც, პროტოკოლებშიც და ამჟამად სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ სადაც მუშაობ ამ ცენტრში არის ყველაზე თანამედროვე აპარატი, რომელიც მსოფლიოში არის რამდენიმე მოდელი შექმნილი, ეს არის ციფრული ტექნოლოგია.
ამ კვლევის, რომელიც აღჭურვილია სრულიად ახალი შესაძლებლობებით, რომელიც ადრე არ იყო. ციფრული პეტ-კატე ნიშნავს იმას, რომ ამ აპარატს აქვს უნარი რომ აღმოაჩინოს უმცირესი წარმონაქმნი, უმცირესი დოზით იზოტოპის და უმცირეს დროში მოხდეს პაციენტის გამოკვლევა. ანუ სხიური დატვირთვა შემცირებულია და რა თქმა უნდა ეს ინფორმატიულობა გაზრდილი გაცილებით. დღეს ონკოლოგიაზე საუბარი და მკურნალობაზე საერთოდ წარმოუდგენელია პეტ-კატეს გარეშე, რადგან без რომ მოგახსენათ ჩვენ კლინიკაში დანერგილი თუნდაც სხიური თერაპიის უდიდესი შესაძლებლობები და ეს პაციენტები, მათი უმეტესობა პირველ ეტაპზე იკეთებს ზუსტად პეტ-კატეს. ამ კვლევის მეშვეობით ხდება განსაზღვრა იმ დასასხივებელი ზუსტი მოცულობის და რაოდენობის სამწუხაროდ ზოგჯერ გავრცელებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და სხიური თერაპიის პაციენტები გეგმარდებიან მათი ის კატეგორია, რომელსაც შესაძლებელია რომ ახალ ტექნოლოგიურად უმკურნალოთ და პალიატიური პაციენტები სხვათა შორის, ანუ დაგეგმარება ხდება პირველი ეტაპი პეტ-კატეს მეშვეობით, ზუსტად განისაზღვრება დასასხივებელი მოცულობა, რომ არ მოხდეს ნორმალური ჯანსაღი ქსოვილების დასხივება, რაც ადრე სამწუხაროდ ძველი ტექნოლოგიების დროს გარდაუვალი იყო და ასე რომ ჩვენ გვაქვს ერთი სისტემა შექმნილი, ძალიან მძლავრი ციფრული პეტ-კატეს მეშვეობით პაციენტი მიიღებს ზუსტად იმ სერვისს, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში დამიჯერეთ და ბევრ კლინიკას არ აქვს, ის რომ დასხივდეს პაციენტი უზუსტესად. რამდენად შესაძლებელია თქვა ვაკონტროლოთ კიდეც აი ამ დასხივების შემდეგ შედეგი როგორ გვაქვს ისევ პეტ-კატეს მეშვეობით? მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით თითქმის არ არსებობს დაავადება ონკოლოგიაში, ეს ხო ჰიბრიდული კვლევა, რომელსაც გააჩნია კომპიუტერული ტომოგრაფიის მძლავრი ნაწილი, სხვათა შორის 128-ით არის აღჭურვილი ჩვენი აპარატი. ანუ კონტროლი ხდება მარტო ამ კვლევის ძალიან ინფორმატიული და ამ კვლევის მეშვეობით აუცილებელიც არის. მაგალითად, ლიმფომების შემთხვევაში ხანდახან ჩვენ წელიწადში 3-ჯერ გვაქვს ჩატარებული ეს კვლევა. არსებობს თავკისრის სიმსივნეები, ფილტვის კიბო, გინეკოლოგია, მთელი რიგი ჰემატოლოგიური პათოლოგიები, როდესაც უბრალოდ შეუძლებელია შედეგის შეფასება მხოლოდ სხვადასხვა მაგალითად მაგნიტურეზონანსული კვლევით, მხოლოდ და მხოლოდ რადგან საბოლოო სიტყვას პაციენტის შედეგის შესაფასებლად მხოლოდ და მხოლოდ პეტ-კატე იძლევა უმეტეს შემთხვევაში. უამრავი რამ ჩამოთვალეთ ახლა თქვენ, რაც უმარტივებს ექიმსაც და პაციენტსაც, მუშაობასაც და ჯანმრთელობასაც იცავს. შესანიშნავია. ერთ სივრცეში ყველაფერის არსებობა ერთად, კვალიფიციურ გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებებს გისურვებთ და განვითარებას. მადლობა.